კითხვას. ომ ნამო ბჰაგავატე ვასუდევაია. Namo Bhagavate Vasudevaya. ომ ნამო ბჰაგავატე ვასუდევაია. Namo Bhagavate Vasudevaya. ნამო ბჰაგავატე ვასუდევაია. Namo Bhagavate Vasudevaya. ამჯერად ეს იქნება მე-6 სიმღერის მესამე თავის ბოლო ლექსი 35-ე. იდიჰასამი მამგუჰიამ ბჰაგავან კუმფასამფავა გათაიამ ასამალაია ასინო ჰარიმარჩაიან. იდიჰასანი მამგუჰიამ ბჰაგავან კუმფასამფავა გათაიამ ასამალაია ასინო ჰარიმარჩაიან. იდიჰასამი მამგუჰიამ ბჰაგავან კუმფასამფავა გათაიამ ასამალაია ასინო ჰარიმარჩაიან. ეს ლექსი სიტყვას ასია იტიჰასამ ამბავი იტიჰასები აი მოდი ცოტა სანსკრიტში წავივაჯიშოთ იტიჰასებიო რო ამბობს შილ პრაბჰუპადა ვიასადევამ დაწერა იტიჰასები პურანები იტიჰასები არის ისტორიები ამბები აი ბატონო ეს ამბავი იტიჰასამ იმამ ნიშნავს ეს გუჰიამ მეტად საკრალური ძალიან ესე იგი ღრმა მნიშვნელობის საიდუმლო მნიშვნელობის მქონე ესე იგი ეს ღრმა მნიშვნელობის მქონე საკრალური ამბავი ბჰაგავანი მეტად ძლევამოსილმა ბჰაგავანი კრიშნაც არის და ასევე დიდი ერთგულებიც გუმფას ამფავა მაგასტია მუნიმ გუმფას ვაჟმა ჩვენ ყავს ერთი ქართველი ერთგული რომელიც უსაც გუმფადას ქვია აბატონო გუმფა იყო აგასტია მუნის მამა კათაიამ ასა კათა ნიშნავს ამბავს მოყოლას კრიშნა კათა ხო კრიშნაზე ამბების მოყოლა კათაიამ ასა მომიყვა ასე სინამდვილეში ან მალაიას მთებში აი მალაიზიას რო ამბობენ სინამდვილეში ეს იგულისხმებასავით მე ესე ვიცი ასინა ცხოვრობდა ჰარიმ არჩაიანე ჩაყვანებოდა ღვთაების უზენაეს პიროვნებას არჩა არის არჩა ვიგრაჰა ესე სათაყვანებელი ღვთაება არჩა მურტი არჩა არჩანა ესე თაყვანისცემა რა ასე იგი ასე ჩვენ ვასრულებთ აზარში და ასე შემდეგ ჰარი მას აი ესეთი მარტივი ლექსია მაგრამ ნახეთ რამხელა ღრმა მნიშვნელობა აქვს თარგმანი როდესაც დიადი ბრძენი აგასტია გუმფას ვაჟი მალაის მთებში ცხოვრობდა და თაყვანისცემდა ღვთაების უზენაეს პიროვნებას მის სავანეში მივედი და მან ეს იდუმალებით მოწული ამბავი მომითხრა აქ არც კომენტარი არც არაფერი და შემდეგ მოდის ასე მთავრდება ფაქტობრივად განმარტება ნიშიმად ბაგავატამის მე-6 სიმღერის მესამე თავის სასათაურით იამარაჯა მოძღვრავს თავის წარგზავნილებს იტიჰასამ იმამ გუჰიამ ბაგავან კუმფასამფავან სამფავა გათაიამ ასამალაია ასინო ჰარიმარჩაიან დიადი ბრძენი როცა დიადი ბრძენი გასტია გუმფას ვაჟი მალაის მთებში ცხოვრობდა და თაყვანისცემდა ღვთაების უზენაეს პიროვნებას მის სავანეში მივედი და მან ეს იდუმალებით მოწული ამბავი მომითხრა ხო ასე იგი თვითონ უკვე ამხელა ის იშლება რა სცენა ჩვენს თვალწინ და ეს ხო ჩვეულებრივი ამბავი არ არის ჯერ თვითონ ამბავი იმდენად საკრალურია ხო იმდენად დიდი იდუმალებით მოცულია წარმოიდგინეთ აჯამილას ცხოვრება მერე მისი სისხლის ბოლო როცა იგი გვდება ямადუტები მოდიან მას ეშინია იქ ნარაენას სახელს წარმოთქვამს ოღონდ თავისი შვილის ამ შემთხვევაში შიშის გამო უძახის თავის შვილს და მოდიან ეს საშინელი ამადუ ესე უბრალოდ მოსულები არიან ამადუტები თუმცა წაიყვანონ იგი ხო გაგიგიათ მე გამიგია მაგალითად თქვათ ერთ-ერთი ახლობელი ადამიანი სამწუხაროდ ძალიან ეშინოდა სიკვდილით აი ვიღაცები არიანო რა ძალიან მეშინია ხო აი მაგრამ მართლა კარგი ადამიანი იყო ეს მაგრამ ხო ხედავთ აი არც იცი რეები ჩაგიდენია ცხოვრებაში და სიკვდილის მომენტში როგორი მოქმედებს ეს რა ასე თქვათ ჯამური რეაქციები მოგივა და ყოველ შემთხვევაში აი ეს ეშინოდა ჯამილასაც და ყვიროდა ნარაენ თავის შვილს უძახდა და ამ დროს ხდება ეს დიდი საოცრება რომ
ეს უცებ ეს საშინა შემზარავი ამადუტები უცებ მათ ვიღაცამ გააჩერებს, მოვა ვიღაც სასწაული პიროვნებები, ოთხხელიანი, ოქროსავით მანათობლები და მას მათ ესე იგი ეტყვიან, ამას ხელი არ ახლო. ამაზე ამადუდები შეცმუნდებიან, რომ როგორ ესე იგი ესე ცოდვილი ადამიანი ჩვენ ცოდველების დამსჯელები ვართ და როგორ არ ვახლოთ ხელი რაღა გამოდის მაშინ ესე იგი თარმა, ანუ რელიგია და ასე შემდეგ კანონები თუ არ სრულდება და როგორ შეიძლება, ну ესე იგი რომ ცოდვილი დაისაჯოს, ეს არის ერთ-ერთი ისა, ხო? სამართლის ერთ-ერთი ნაწილი. და მაშინ ესე იგი უბრალოდ ხედავენ რომ ისინი ვერ მოერევიან, ვერ დაჯაბნიან ამ ვიშნუდუტებს. ისეთი ძლიერები არიან, ისეთი მანათობლები და ამაზე ძალიან გაბრაზდებიან და ესე იგი ბოლო-ბოლო იძულებული არიან წავიდნენ დატოვონ იქაურობა. ხო, ასე დროს ამ ვიშნუდუტები ამ ეს აჯამილას გადაარჩენენ და აჯამილა ამის ყველაფრის ასე ვთქვათ მომსწრე როცა არის მიხვდება ყველაფერს გააცნობიერებს თავის ასე ვთქვათ დაკარგულ ბრაჰმანულ ბუნებას და როგორ უნდა როგორ არასწორად ცხოვრობდა, როგორ დაეცა იგი ასეთი არასწორი ურთიერთობის გამო, როგორ 1000 ცოდვა ჩაუდენია და დასახლება სადღაც აშრამში და დიდი ასკეზებით გაატარებს დარჩენილ ცხოვრებას და კვლავ დაბრუნდება, მაშინ დაბრუნდება უკვე სულიერ სამყაროში, ხო? ძალიან მთელი აზრი. შემდეგ იამადუდები წავლენ თავიანთ ასე ვთქვათ ბატონთან, იამარაჯთან. და ანუ საშინლად შესჩივლებენ ეს რა მოხდაო რომ ერთი აგვიხსენიო ჩვენო ბატონო ჩვენ გვეგონა შენ ხარ უმაღლესი ანუ შენ რო იტყვი ის უნდა შესრულდეს არის კიდევ ვინმე რომ შენზე მაღლა დგას და ასე იგი ამაზე იამარაჯი იწყებს თავის საოცარ მოძღვრებას რომ მე სხვაებიც ყველანი აბსოლუტურად უზენაესი უფლის განგებლობის ქვეშ ვართ და არც ეც არ გვაქვს დამოუკიდებლობა და ესე იგი ყველანი ჩვენ ესე იგი ვართ როგორც თოჯინები, ასე ვთქვათ, როგორც მარიონეტები მის ხელში, ის წაგმართავს ჩვენ და ხო და რაც მთავარია, არის საუბარი იმაზე, რომ ის უხსნის მათ, რომ ესე იგი რაც უნდა ცოდვილი იყოს ადამიანი თუ ის დაიწყებს კრიშნას წმინდა სახელის გამეორებას, ის ამ ცოდვებისგან იწმინდება და მას უკვე ხელი არ უნდა ახლოს. არასოდეს არ მომგვაროთო ის ვინც კრიშნას სახელს იმეორებს, ვიშნუს სახელს იმეორებს, ის ჩემთან არასოდეს არ უნდა მოვიდეს, ესე იგი მას იამარაჯი უკვე მასზე იამარაჯის ემოქმედება აღარ მოქმედებს, გამიგეთ. აი რომ შეეშალოს ერთგულს არა ის ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ასე ვთქვათ, თავისუფლად ესე უნდა უყუროთ ისე რაღაც შეცდომებს, ვითომ არ აუშავს რა მოხდა, მე მანტრას გავიმეორებ, მე ხარ რაღაცა შემეშლება, რაღაცას არასწორად ჩავიდნენ და მე მანტრით გავიწმინდე. სხვა შორის ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შეურაცხყოფაა წმინდა სახელის, ხო? არსებობს 10 შეურაცხყოფა და კიდევ არის 1 მე-11, რომელიც ყველა შეურაცხყოფის სათავეა სხვათა შორის. 10 შეურაცხყოფიდან ალბათ დილაობით იმეორებთ მე მგონი, ხო? ეს არის ხო, ეს ერთ-ერთი არის ეს იგი რომ პაპა არის ცოდვა, პაპას ჩადნენა იმის იმედით, რომ ამას გავანეიტრალებ შემდეგ წმინდა სახელის გავოთ. ეს არის უბრალოდ პირდაპირ ტყუილი, ხო მართალია? და ძალიან არ მოსწონს ეს წმინდა სახელს. აი ეს გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ხო, ну რა თქმა უნდა, წმინდა სახელის ვთქვათ, გატოლება, გახვევების სახელებთან ან წმინდა სახელის გალობა იმ გაგებით, რომ რაღაც მატერიალური ისინი მიიღო, ასე ვთქვათ, სარგებელი ბენეფიტები, როგორც თანამედროვე ადამიანი იყო და რაღაცები, ხო, მაგალითად, ეს მინდა, მოდი ახლა წმინდა სახელს გავემეორებ.
ასე შემდეგ. ხო, ეს სხვა გაუტოლო წმინდა სახელის გაალობა ჩვეულებრივ კარმეულ საქმიანობას, ანუ ამას რო ვაკეთებ, ამისგან შედეგს ვიღებ ასეც და ეს სტილი ამები, ეს ფაქტობრივად შეურაცხყოფა პირდაპირ კრიშნას, რა, იმიტომ რომ კრიშნას მიასახელი ერთ და იგივეა. და ყველა ეს შეურაცხყოფა მოდის არა ესეთი ყურადღებით გამეორებისაგან, ხო. მასწინათ უსმენდი ერთი ძალიან კარგი ერთგულია ძველი ესა ტრივიკრამ სვამი ერთ-ერთი პირველი მოწაფე შილ პრაბჰუპადასი და ის ყვება რომ ერთხელ რაღაც ნუ მასთან ერთად იყო ეს თვითონ ვიღაც სტუმარი ყავდა შილ პრაბჰუპადას და ეს ძალიან აინტერესებდა შილ პრაბჰუპადა როგორ ესაუბრებოდა რაღაც ინდოელ სტუმარს და უსმენდა ძალიან თან მანდრას კითხულობდა ეს ერთგული ხო და რო წავიდეთ რაღაც უცებ პრობლემებია ისო შენ უსმენო როცა იმეორებ ხო ყურადღებით უსმენო და ამან რაღაცნაირად დაიბნა უცებ და იო შილაპრაბა ძალიან ვცდილობ რომ მოვუსმენ ხო ხო კი რა თქმა უნდა ყურადღებით უსმენო კი მესმის მაგრამ აი როცა იმეორებ აი ძალიან ყურადღებით უნდა მოვუსმინო ესე ანუ არ ისქნა რა არ დატუქსა მაგრამ ნუ არ არის რა ეს საკმარისია ფაქტობრივად ესე უთხრა რა ხო ესე იგი როცა უსმენ ისე რომ როცა სხვა ვიბრაცია არ არსებობს სხვა ფიქრი არ არსებობს აი მაშინ იწყება წმინდა სახელის სწორი გალობა ხო ამას ჩვენ ვცდილობთ მთელი ჩვენი ცხოვრება და იმედია რომ ადრე თუ გვიან ამას მივახცევთ. კი ბატონო, შემდეგ ესე იგი აი ესე დამოწროს იამარაჯი თავის იამადუტებს და მთელი ასე ვთქვათ გადაუშლეს ამ ფაქტი იოგას და ერთგულების დიდების ნუ ამ ქება დიდებას გადაუშლის, ნუ აუხსნის, ნუ რაღაც სასწაულად ასწავლი თავიას მესამე თავი და შემდეგ ასე მთავრდება ეს თავი და ამავე დროს იმასაც ეტყვის რომ ვიშნუ დუტები რა ესე დაყვებიან ყოველთვის ერთგულებს ყოველთვის იცავენ სხვა შორის არის ესეთი აზრიც არ შეიძლება ზუსტად ამის ესა ქვია გადმოთარგმნა ასე მაგრამ ნუ ვიშნუ დუტები თქვათ რაც აი ანგელოზები მფარველი ანგელოზი რო დაყვება და ასე შემდეგ არის ესეთი აზრიც რომ ვიშნუ დუტები შეიძლება აი ვედური გაგებით ეს ის ანგელოზებია რომელსაც თქვა სხვა რელიგიებშიც ლაპარაკობენ ფაქტია რომ როცა ადამიანი კრიშნას ერთგული ხდება მას ძალიან ბევრი დაცვა უჩდება უცებ რა არც კი ვიცით ჩვენ ეს იმდენი დაცვა გვაქვს რა ჩვენ რო აი უბრალოდ ვცდილობთ აი როგორც აი პატარა ბავშვი ცდილობს ფეხზე წამოდგომას და ასე რა ვიცი და აი ყველას როგორ უხარია და ყველა როგორ უყურებს ვაიმე ერთი ნაბიჯი გადადგა და ვაიმე ეს თქვა და ვაიმე ერთი კბილი ამოვიდა და აი ნუ მთელი ის არის ლილები რა ყველა ძალიან უხარია მართლა ძალიან საყვარელი პროცესებია უაღრესად ლამაზია ეს ბავშვის ეს ყველა საქციელი ხო აი ესე ვარ ჩვენც რა როგორც კი ჩვენ ვიწყებთ ეს იგი კრიშნასადმი მინდობას აი მართლა როგორც პატარა ბავშვები ასე ბავშვს ასე პატრონობენ და ასე გვიცავენ ხო ასე რომ ჩვენ არც კი ვიცით რამდენი მფარველი ყავს არა და ფაქტია რომ ძალიან ბევრი ყავს ხო ასე რომ ჩვენი მთავარი ამოცანა ისევ და ისევ გავძლიერდეთ კრიშნას ცნობიერებაში რა იმიტომ რომ სხვა აფე არ გინდა აბსოლუტურად ამჯერ ვთქვამ შილა პრაბჰუპადას ესე ერთადერთი აი რაც მთელი სოფლიოს პრობლემებია ხო ამოხსნა აგერ არის აი კრიშნას ცნობიერება მორჩა არაფერი სხვა არ გინდა მაგრამ აი თქვენ არიღებთ ამას რა ვქნა ნუ აი ესე ადამიანი მოწყობილი რომ რატომღაც ყველაფერი სხვა უფრო აინტერესებს ამის გარდა რა ხო, სინამდვილეში ყველა აბსოლუტურად ყველა პრობლემის ამოხსნა არის კრიშნას ცნობიერება. კრიშნას სახელის გადაგება, კრიშნა კათა. აი ტელევიზიით, რადიოთი და მედიით რო იყოს თქვათ სულ აი კრიშნაზე საუბარი. ახალი ამბები მოგეხსენებათ რა დახუნძლული 1000 სისულელის. ნუ 1000 ძალიან ცუდი ენერგიის მატარებელი ამბებით, იმიტომ რომ კარგი აფე არ ხდება ფაქტიურად არსად რა რეალურად. ერთი კაი ამბავი მინდა გაიგო სადმე და აი ვერაფერს ვერ გაიგებ. მაშინ როცა კრიშნას ამბების მოსმენა, ხო ეს ამბები ამ ახალ ამბებს ვკითხულობ, ხო? ხო სიამოვნება ხო გამორიცხულია აბსოლუტურად, ანუ არც რა ქვია მაგას
სიამოვნებაში შფოთვას და ნერვიულობას და რა ვიცი 1000 ნეგატიურ ემოციას გვისახავს, ხო? მეც არაფერს, მაგრამ აი კრიშნა კაცა ხო იძლევა აი ამ სულის დაკმაყოფილების შეგრძნებას, ხო? აი ხოცი სულ ციგნებზე მუშაობ. ეხლა მაგალითად გადავწყვიტე კრიშნა ციგნის ახალი რედაქციის დამთავრება. და ხო ვკითხულობ მაგალითად აი ამბები კრიშნას ამბები ესე კრიშნას აი რო ვკითხულობ უბრალოდ აი რა ვიცი როგორ მიტაცებს იცით აი ნუ ძალიან აი ნუ რა ვიცი ვითომც არაფერი აი მოდი ავიღოთ ექსპერიმენტი ჩავატაროთ მოვისმინოთ ვიღაცის აი პატარა ბავშვის ამბავი რომელიც ესე აი კრიშნას ამბ დაახოთ იგივე იმას აკეთებს რა ქვია საქმეებს აი არანაირი ის არ იქნება რა არ იქნება ის სიამოვნება მაგრამ აი კრიშნაზე ვითომც ჩვეულებრივი ამბავია აი კითხულობ და არ ვიცი რა სულ გადიხარ სხვაგან გადიხარ ტრანსცენდენტულ საფეხურზე ხო აი ეს კრიშნა კათა მე რა თავარია ადამიანების გული იწმინდება ამეთი ჯერ თვითონ კმაყოფილდებიან ვინც კრიშნა კაცას უსმენს ან საუბრობს ამაზე თვითონ კმაყოფილდებიან თვითონ დაუსადგურდებათ გულში ეს უდიდესი ბედნიერების გრძნობა და მე იწმინდები ყველა ცუდი იმისგან რა ქვია აღარ სხვების ექსპლუატატორი აღარ ხდები სხვების ასე ვთქვათ მიმართ შური მტრობა და ასე შემდეგ სიხარბე აღარ აქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ აი რეალური ის ერთობა რომელიც სულიერ სამყაროშია ხო აი ამისკენ მივდივართ რა რომელიც არა გვაქვს აქ აბსოლუტურად და ყველაფერი გვაქვს გარდა აი ამ ჰარმონიისა და ერთად ყოფნისა ხო რაღაც ერთმანეთის მტრობაზეა ყველაფერი აგებული ხო აი ეს თირა ამას მოიტანდა კრიშნა კაცას გავრცელება ხო აი ხა მოდი ამაზე მივედით კრიშნა კაცას გავრცელებაზე ხო ეს არის ლექციები ეს არის ბაგავატამის კითხვა ბაგავატ გიტას და ასევე როცა ვცდილობთ რომ ეს წიგნები მივაწოდოთ სხვებს ხო ანუ ამ წიგნების გავრცელება რასაც ქვია რა სხვა სახით ელექტრონული სახით ფიზიკური სახით და ასე შემდეგ როცა ეს გვინდა რომ კრიშნას ცნობიერების ფილოსოფია გავაცნოთ სხვა ადამიანებს ეს არის ძალიან სასიამოვნო კრიშნასთვის რა აი ძალიან სიამოვნებს ეს უფალ ჩაიძანეთ რაც ხო გურუ გაურანგას და ძალიან მნიშვნელოვანი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია რა ჩვენ აი და ნუ ეხა ნუ ციგნები იმისთვის კი არ არის რომ იდოს არამედ იმისათვის რომ ისინი ხალხთან მივიდეს ხომ მართალია ნუ რა თქმა უნდა ძალიან რთულია ჩვენი ხალხის ეკონომიკური მდგომარეობა ყველაფერი ერთად და ასევე იყო პერიოდი როცა ძალიან ბევრი ერთგული იყო ჩვენთან რომლებიც აი სულ ყოველდღიურად აი გადიოდნენ ყოველ დილით პროგრამის შემდეგ თქვა საუზმის შემდეგ გადიოდნენ აიღებდნენ ციგნებს და აი ესე მოღვაწეობდნენ ესე გაავრცელეს კრიშნას ცნობიერება ხო აი ეს ჩვენი ციგნების სახით ხო ეს უნდა ვიცი ახლა რომ ამისკენ მივდივართ ისევ კარგად მიდის ეს ისა თქვა პროცესი ანუ სამკერტანის ციგნების გავრცელების პროცესი ძალიან მე თვითონ არ მაქვს ისეთი კარგი ასე ვთქვათ ხელოვნება ამისი არ ვიცი არა მაქვს დიდი გამოცდილება სამწუხაროდ რაც იმიტომაც არა ვარ ასეთი ნუ რაც ვარ რა მოკლედ უნდა კარგი იქნება რომ ვინმე უკაცრავ ჩემ ატარ რაღაცებს გაჩერდი ბიჭო ისა სიტყვით ციგნების გავრცელება ხო ამას რა ვიცი აი სულ ვცდილობთ ხო დაუბეჭდოთ ციგნები დაბეჭდო აღარ არის უკვე ესეთი იოლის საქმე იმიტომ რომ ძალიან ბევრ თანხებთან არის დაკავშირებული მაგრამ აი ახალი გიტა გვაქვს აი ძველი ციგნები ძალიან ბევრია სხვა შორის როცა ამ ციგნების ფასი გესმის მე ძალიან იოლია რომ იოლად შეგიძლია ეს სხვას მისცე რაღაცა უნდა გადალახო შენ თავში მე მგონი და გაგიადვილდება რა იმიტომ რომ რაღაც ისეთი გემომოდის შემდეგ რომ ეს თუ ბოდიშლუქტი
ხო, ეს პროცესი რა დავიწყოთ. ყოველ შემთხვევაში ნაცნობებში, მაინც ახლობლებში, მაინც და რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში მაქსიმალურად. აი ახლა ჩვენთან უკვე არიან, აი აგერ შიბიპრაფო, აგერ აი ხედავ შემოსულია. აი გამავრცელებელი, მშვენიერი, ძველი. აი შიბისგან ისწავლე ძალიან ბევრი წიგნი აქვს მას თავიზოზე გავრცელებული. და ასე შემდეგ თვითონ ჩვენ დაანდა მაჰარაჯი ძალიან კარგი გამავრცელებელი იყო ძალიან ისეთ ცნობილი და ასე შემდეგ ძალიან კარგია რა ეს ყველაფერი ეს იმიტომ კი არა რა ბევრი ფული შემოვიდეს და რაღაც ეს თავისთავად კარგია ბუნებრივია ჩვენ გვჭირდება რა თქმა უნდა თანხები აბა ეხლა ამ ტაძრის შენახვა როგორია თავისთავად ისა რა ქვია კი არ ხდება ეს ყველაფერი ხო რაღაც ისენია საჭირო თანხები პატრიოტულ სამყაროში ვცხოვრობთ ასე თქვა ხო ასე რომ ფული ჩვენ თავარია შენ საკუთარი სიამოვნებისთვის გამოყენებული ფული არის ცოტა ისეთი რა ასე ვთქვათ არასწორად გამოყენება ფულის ეგ არის თორე როცა კრიშნას სამსახურში იყენებ ჩვენ გვჭირდება რომ კარგად ჩავაცოთ ღვთაებებს ყვავილები შევთავაზოთ საჭმელი შევთავაზოთ მე დაურიგოთ ეს პრასადი ერთგულებს კვირის პროგრამები ჩავატაროთ დღესასწაულები რა ვიცი ტაძრის შენობა შევინარჩუნოთ ავაშენოთ მივაშენოთ რემონტი და რა ვიცი ყველაფერი მილიონი საქმეა ხო იქ გადასახადებია, იქაც ასე რაღაცეებია. ტაძარს სამწუხაროდ და რელიგიურ ორგანიზაციებს უფრო მეტი გადასახადი აქვს, ვიდრე ფიზიკურ პირებს, რატომღაც მაშინ როცა პირიქით უნდა იყოს, ანუ ვედურ წესში ბრაჰმანული საქმიანობა, ვაიშნავები, ბრაჰმანები, ისინი მათთვის გადასახადის დაწესება არაერთი შემთხვევაში არ შეიძლება. პირიქით ისინი უნდა შეინახო, ისინი უნდა მაგრამ ნუ დღეს ახლა ესე არ გვესმის ხო მართალია ხალხს ესე არ ესმის საზოგადოებას ესე არ ესმის ხო ამიტომაც ეს ყველაფერი ახლა ეს ციგნების გავრცელების მთავარი მიზანი არის რომ ჩვენ თვითონ გავიწმინდოთ მე რასვებს დავეხმაროთ იმიტომ რომ აი აჯამილასი არ იყოს ხო ბოლოს უბრალოდ ერთხელ დაძახებით ნარაენას ერთხელ დაძახებით ის გადაურჩა საშინელ ჯოჯოხეთს ხო ხვდებით აი ეს არის მთელი აზრი ხო ესე იგი ახლა რომ დავდივარ ხოლმე და ასე ამ მოხუცებს რომ ჩაული და რა ასე ისე მეწოდებიან საცოდავები ნუ სადღაც ახლა რა ვიცი უკვე ესეთი დააბდომილები ან რა ვიცი და ესე ჩაული და ისინი რომ მეტყვენ ჰაი თქვა ხო ჰაი იციან ხო რაღაცა მე ყოველთვის ჰარი კრიშნა ვერც ხვდებიან რა ას ნიშნავს მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში რა ვიცი ერთხელ მაინც ხო გაიგონ გაიგეს საერთოდ მინდა სახე რა ვქნა მეტი არ შემიძლია ხო, ახლა ციგნების მიცემა ძალიან მნიშვნელოვანია. ციგნების ვინც ციგნს წაიკითხავს, ვინც ციგნს უკვე იწყებს ერთგულ სამსახურს, გამიგეთ, ციგნის ყიდვით უკვე იწყებს ეს ადამიანი ერთგულ სამსახურს, ხო? ხო, ასე რომ, რა ვიცი, აი რაღაცნაირად უნდა მოვი შევი ესა გამოვემზადოთ იმისათვის მენტალურად, რომ აი ეს ციგნების გასავრცელებლად. იცი რა, რომ გავალ ხარა ქუჩაში თუ კი დავიწყებ თქვა მივახლოვდებით ადამიანებს, ხო? მაშინ ნუ ამბობენ რომ რაღაცა სასწაული მისტიური პროცესები იწყება რა. ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მინდობის პროცესი იწყება რაღაც სასწაულად ძალიან კარგად და იმიტომ რომ მაყოფილება მოდის. იცით რა, ვერ წარმოიდგენთ როგორ უნდათ გურუ გაურანგას ის რომ ეს ციგნები ხალხში გავრცელდეს. იმიტომ რომ მხოლოდ ამ ციგნებში შეუძლია იხსნას ეს პლანეტა რა ადამიანები მხოლოდ ამ ციგნებში შეუძლია. ხო, ასე რომ რაც არ უნდა მოხდეს, იცით რა, აი დაძრებით შეიძლება რაღაცა ვთქვათ, რაღაცა რამე შეიძლება მოხდეს ხო მართალია, ეხლა მაგალითად იმაში ის მიანმარი რო არის ქვეყანა საშინელი მიწისძვრა მოხდა მთელი ეს ბუდისტური ტანძრები და აზრები ძალიან ბევრია დაანგრეული მათ შორის რა, სასტუმროები, შენობები და ტანძრებიც ბუდისტური პაგოდები ეს ტანძრები. ყველაფერი შეიძლება მოხდეს ხო მართალია, მაგრამ აი ციგნები კიდე ესეთი რამეა რა, ციგნები თან წიგნები არის ჩვენი მოძრაობის საფუძველი. ერთხელ ავსტრალიაში როცა ერთგულების წინააღმდეგ იყო პრაბუბადას დროს, ერთგულების წინააღმდეგ იყო სასამართლო პროცესი. ერთგულები ეკითხებოდნენ შილა პრაბუბადას, რომ
ადვოკატი ხო არ დავიქირავთ რაღაც ძვირიანი ადვოკატები და შეიძლება თქვა არა, უბრალოდ რომ მიხვალთ იმაშიო სასამართლო პროცესზეო, ხო? უბრალოდ ჩვენ წიგნები წაიკითხეთ ხმამაღლაო ჩვენ. წიგნებიდან რაცხვედებიო. ერთგულების მივიდნენ მართლა წაიკითხეს და მოსამართლემ რომ მოისმინა რა წერია ჩვენ წიგნებში გაამართლა ერთგულები და ეს დამთავრდა ამით ყველაფერი. არც ადვოკატი დარჩებებიათ, არც არაფერი რა. ხო, ეს ციგნი ისეთია რა, ვინც ამას მოусმენს, ვინც ამას წაიკითხავს, ну როგორ შეიძლება რამე გაუშვდეს, ახლა თუ დემონი არ არის. რამე ასე თქვათ საწინააღმდეგო და ასე შემდეგ, ხო. აი ესეთი რა, კარგი ხალხო, ეხლა მე უნდა წავიდე კოპენჰაგენის ტაძარში და იქაც უნდა წავიდე შიმათ ბაგავატამი, ეხლა 7:30-ია. ხო და იქაც უნდა წავიდე, სხვა შორის იშვარა კრიშნა ჩვენი ერთგული აქ არის კოპენჰაგენში, ქართველი ერთგული. ხო არ აქვს რაიმე შეკითხვა ან კომენტარი? Хари Кришна, Андаприя Прабху. Хари Кришна. Большое спасибо. Пожалуйста. Вы говорите, не знаю, как я служу или что, но вы сделали величайшее дело перевода этих книг. А что можно больше этого сделать? У меня вопрос к вам. Вот сейчас вот этот последний стих, это выходит, говорит Ямарадж, да, что он услышал это послание в горах Малая от Агастья Муни, да? Да. У нас почему-то, у меня лично такое представление было, что у него уже такой пост, и автоматически он это все знал или откуда-то. И оказывается, там он кто-то где-то должен был быть, чтобы потом это все ему поведали. Для меня этот стих немножко такая новость. Да, მეც ახლა აი უბრალოდ ვუყურებ. მაგრამ არა, смотри, უყურე აი 31 ლექსში შუკადევა გოსვამიმ განაგზო. ეს შუკადევა გოსვამი ამბობს ამას. უყურე 31 ლექსში თქვათ შუკადევა გოსვამი იყვება. უკვე შემდეგი ლექსები 31-დან ბოლომდე, ხო, ეს უკვე შუკადევა გოსვამის ნათქვამია რა. ანუ ეს ბოლო ლექსი შუკადევა და ხო მე მივხვდი რასაც ამბობდი კი აი იმიტომ რომ აი 31 ლექსი რო ნახოთ იქ წერია შუკადევა გოსვამიმ განაგრძო ნახე აი Но он разве не от Вьясадевы услышал все Шукадева Госвами? იცი რა კი და ხო ეს ძალიან ძნელია მის ისა რა ქვია ესე და ინეთ конечно მაგრამ იცი რა შეიძლება რაღაცები დაამატ ანუ აქ რა ვიცი ამ დეტალებში ხა შესვლა ძალიან სულია კი იგი მამისგან მოისმინა კი ну რა ვიცი მე არა მაგ არ შემიძლია ამაზე კომენტარზე აგებშებოდ რა Хари Кришна. მესმის კი ასე გიგია ჩემ კატას დავარქვი კრიშნამურტი და რომ მეკითხებიან ესა რა ქვია კრიშნამურტი კრიშნამურტი რასა რა ვიცი ეს აჯამილას ამბავი ხო ეს პირველი სამი თავი არის მე-6 სიმღერის პირველი სამ თავში არის საუბარი ამ აჯამილას ამბავზე რა ეს აღნიშნულოვანი ამბავია და შემდეგ თითქმის მთელი მე-6 სიმღერა არის საუბარი ვრიტრასურაზე რა სხვა შორის ეს ვრიტრასურას ამბავი არის აი საოცრება რა როგორც ყველაფერი სხვა რა თქმა უნდა მთელ ბაგავატამში მაგრამ სხვა შორის პირველი სიმღერის პირველი თავის პირველ ლექსს თუ წაიგეთხავთ იქ კომენტარებში შეგიძლიათ უწერია რომ ვიღაცა ამბობსო რომ ამბობენო რომ ვითომ ეს თანამედროვე ვიღაც ნაწარმოებია შიმათ ბაგავატამი და მაგრამ აი შითარა სვამი თავის კომენტარში ამბობს რომ ესე იგი მოიცა როგორ არა ეს შიმათ ბაგავატამი ნახსენებია მაცია პურანაში რომელიც უძველესი პურანაა თუ არ ვცდები მაცია უძველესი პურანა, ანუ ეს ძალიან ძველი ნაწარმოები, უფრო ძველია ვიდრე საერთოდ რამე. სხვა და იქაც ნახსენებია, რომ ეს არის შიმათ ბაგავატამის, სადაც მოთხრობილია ვრიტრასურას ამბავი. ესე იგი, იმდენად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არსებობს რაღაცა გამოცემები, ეთყობა რაღაც ვერსიები, მაგრამ ვრიტრასურას ამბავის გარეშე. ვრიტრასურას ამბავი ისეთი მნიშვნელოვანია რაღაცა ძალიან. მართლაც აი რომ აი ამას წინა ჩავამთავრე მე-6 სიმღერის კითხვა რედაქციის კი არა ეს კორექტურის სახით და
აი ნუ არ ვიცი რა აღტაცებული ვიყავი ნუ ეს რაღაცა უდიდესი ბრიტრასურა თუმცა დემონად იყო დაბადებული ის იყო უდიდესი ერთგული და ნუ აი ამის ამბავს წაიკითხავთ მალე და მოусმენთ Да, вот говорят, в середине же самое сокровенное дается. Вот как раз шестой песни, вот говорят, это сокровенное в ритрасуре. კარგით მეგობრებო აბა რა ვიცი მაშინ მადლობა ყურადღებისთვის და Hare Krishna. Hare Krishna. Hare Krishna, madloba. Hare Krishna, დიდი მადლობა. Კაი ლექციისთვის. Ibi Hare Krishna. Андаприя Прабхуки. Hare Krishna. Jai. Hare Bol.